დღეს ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს ქუჩებში გამოსული ხალხის მხარდასაჭერად აქცია ბრიუსელში ევროპარლამენტის შენობასთან გამართეს. მათ ევროპარლამენტიდან ევროკომისიამდე მარშიც მოაწყვეს. აქციაში მონაწილეობისთვის ქართველი ემიგრანტები ადგილზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ევროპელ პარტნიორებს უფრო აქტიური რეაგირებისკენ მოუწოდეს. თუ გამარჯვებას ვერ მივახციეთ, ეს ნიშნავს, რომ 21 წლის ემიგრაციას როგორც გაძვრავს სული ოდიში ამ სიტყვისათვის საქართველოს ჩასვლის ნატრაში, აი ზუსტად ასე დაგვემართება ყველა ახლანდელ ემიგრანტს. ყველა ახლა ვინც ვართ ემიგრაციაში, ეს ბედი გვერდის და ეს გაცნობიერებულია გაკობ თითოეულ ადამიანს და ემიგრაციის 90%-ს. რა ვიცი, იმედიანად ვართ, ქეთს ვიხრი იმ ქართველების წინაშე, ვინც საბჭოთა აქციებზე არიან, ქეთს ვიხრი ყველა ჟურნალისტის წინაშე და მინდა მუთხრა მათ ემიგრანტების სახელით 90% ემიგრაცია არის თქვენ გვერდში და ყოველნაირი ხერხით, მშვიდობიანი ხერხით, თანხების გამორიცვით იქნება, ეს თუ სოლიდარობით იქნება, ყველანი მზათა ვართ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე.